ქრისტეს, ანუ ღმერთის ადამიანად მოსვლამ სამყაროში მოახდინა სამყაროს და თითოეული ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ლუსტრაცია. ადამიანს გონია საკუთარი თავი ძალიან კარგი. მაგრამ ქრისტესთან მიმართებაში ხდება მისი გაშიფრვა. თუ ის ქრისტეში ღმერთს ცნობს და ემორჩილება, აი როგორც ნათლობის აღთქმა, გწამს იგი მღვდელი ეკითხება მოსანათს. ნახეთ რა შეუნება მოსანათლი, წამს იგი ვითარცა მეუფე, ანუ მეფე და ღმერთი. შეიძლება ის, ხო ღმერთი ადამიანად მოსული, მაგრამ ის მეფეც უნდა იყოს, ანუ შენ მას უნდა ემორჩილებოდე. აი ეს ამ კუთხით ხდება ლუსტრაცია. თითოეული ადამიანის ქრისტეს წინაშე, აი ჯვარცმული ღმერთის წინაშე ყველა ადამიანის ლუსტრაცია ხდება. იღებ თუ არ იღებ და თუ იღებ როგორც ღმერთს, მე ემორჩილები თუ არ ემორჩილები. თუ არ იღებ და არ ემორჩილები, ან თუ იღებ და არ ემორჩილები, მაშინ ესე გამოდის, რომ შენ ტყუილუბრალოდ დაიბადე ამ სამყაროში და შენი მისია ვერ შეასრულე. და ასევე წერია, რომ სასწაულად სიტყვის საგებლად, ეს ნიშნავს, რომ სულ ბოლომდე ეს ერთგვარი ნიშანია ჯვარცმული ღმერთი, რომ ადამიანები იწყებენ კამათს. ადამიანებს აქვთ ეს პრობლემა, რომ აბა როგორ არის დაუჯეროთ, არ დაუჯეროთ, ღმერთია თუ კეთილი ადამიანია, თუ არც ღმერთი, არც კეთილი ადამიანი არ არის და ასე შემდეგ, სულ მოდავ, გესმით და ასევე მის ნათქვამისად მინდობა, ეკლესია მან დაარსა, მაგრამ ადამიანები ამბობენ, კი ქრისტემ წამს, მაგრამ ეკლესია არ ამწამს. ამ დროს ქრისტე თვითონ არსებს ეკლესიას და ანუ სულ მიდის ეს კამათი, იმიტომ რომ არ არის საკმარისი ის მიიღო, არამედ როგორც ღმერთი, არამედ მას უნდა დაემორჩილო.